პატაკი, რომელიც პირველებმა მოვიპოვეთ, თარიღდება პირველი თებერვლით, სადაც სანქცირებულ ვახტანგ გომელაურს მიმართავს სასოწაფოთილი ვაჟა სირაძე და ამბობს, რომ ნოემბრის შემდეგ იმ დროს, როდესაც მშვიდობიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, დაფიქსირდა უამრავი სამართალდარღვევა, რომელიც წარმოდგენილია ან უნდა წარმოადგინონ თბილისის საქალაქო სასამართლოში. საუბარია 600-მდე საქმეზე და სწორედ ამიტომ ახლა ვაჟა სირაძე დახმარებას სთხოვს ვახტანგ გომელაურს, რომ საქმეში ჩაერთონ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. საქმეები, რომ ერთი მეორის მიყოლებით შედის თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამაზე საუბრობენ ადვოკატებიც, იურისტები პირდაპირ ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სჭირდებათ ცრუ მოწმეები საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ადვოკატების განმარტებით, მიდიან თბილისის საქალაქო სასამართლოში და ერთი მეორის მიყოლებით აძლევენ ცრუ ჩვენებას მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, იურისტები ამბობენ, რომ საქმეში ძირითადად წარმოდგენილია ხოლმე იმ კამერების ჩანაწერები, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან არის დამონტაჟებული. იურისტები ამბობენ, რომ ოქმის შემდგენი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც კი არ ემთხვევა ხშირად ერთმანეთს და ამბობენ, რომ ყველა საქმე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიდის, არის იმისთვის, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაშინება მოახერხონ, თუმცა იურისტები განმარტავენ, რომ ეს არის ფორმალური მტკიცებულებები, რომელიც აქვს ხოლმე ძალოვანი უწყების თანამშრომლებს. მეტიც, ბოლო დღების განმავლობაში ადვოკატები ამბობენ, რომ დაფიქსირდა უპრეცედენტო შემთხვევებიც, მაგალითად, იურისტი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ 16 წლის ახალგაზრდის წინააღმდეგ დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართლებრივი წარმოება და მისი სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეში უნდა ჩაინიშნოს. ახლა იურისტებსაც ამ შემთხვევაშიც აქვთ მოლოდინი, რომ ამ სასამართლო პროცესზე მივა რომელიმე ცრუ მოწმე პოლიციელი და იტყვის, რომ გზა ხელოვნურად გადაკეტა 16 წლის მოზარდმა. აქვს იმ რაოდენობის ადამიანების დაბარება, იმ აქტივისტების დაბარება, ვინც თავისუფლებაზე რუსთაველზე დგანან, რომლებიც აქამდე კიდევ არ ყოფილა. ის რაოდენობა, რაც ალბათ ორჯერ მინიმუმ აღემატება უკვე დაბარებულებს. უწყება და სასამართლო ვერ ახერხებს მტკიცებულებების ჩაბარებასაც მოქალაქეებისთვის, ამ პიროვნებების ამოცნობას და ვიდეო მტკიცებულებების ისე წარდგენას, რომ ისინი მინიმუმ ემთხვეოდეს მაინც ერთმანეთს თუ არა ადასტურებდეს რაღაც დანაშაულს რომელიმე პიროვნების. ახლა საქმეში უკვე გამოჩნდა მტკიცებულებები, სადაც ამბობენ, რომ მაგალითად მოგვეცით 20 თებერვლის 5 საათიდან 6 საათამდე პერიოდში ვიდეო მასალა, ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ვიღაცები წინასწარ უკვე ამორჩეულები არიან. ამ უწყებებმა იციან ეს პიროვნებები რა დროს იდგნენ დაახლოებით, ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია პოლიციის მიერ მიწოდებული ან ისე გაგებული და უკვე კონკრეტულად ამ ვიდეო მტკიცებულებას ეძებენ ხოლმე და არ ხდება, ანუ ის რაც უნდა იყოს დაცული, ჯერ ვიდეო მტკიცებულება გქონდეს და შემდგომ ეძებდე დამნაშავეს, პირიქით არის ამ შემთხვევაში. დღევანდელი პატაკიდან გამომდინარე ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდენად აღარ აქვს რესურსი, რომ ერთმანეთს დეპარტამენტებს თხოვენ, რომ ერთმანეთს დაეხმარონ, ანუ წარმოიდგინეთ, ესე იგი ყველას არ უნდა აღნიშნულ საქმეებს ხელი მოკიდოს პოლიციის თანამშრომლება და უკვე დეპარტამენტებს ითხოვენ, რომ აირჩიონ ის კრიმინალი პოლიციელები, რომლებიც ამ დავალებას შეასრულებენ სხვადასხვა დეპარტამენტიდან. ეს ნიშნავს პირდაპირ, რომ რაღაცა ჯგუფი იქნება კრიმინალი პოლიციელების, რომლებაც უნდა ჩაიდინოს სამართალდარღვევა და ტყვილი ბრალდებებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებით შეადგინონ აღნიშნული ოქმები. რეჟიმს რეპრესიებისთვის უნდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააჯარიმოს. წერილით გინდება, რომ მთავარი მისია ამ ადამიანების არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დააჯარიმონ და დასაჯონ. პატაკით კი, რომელიც პირველების მიერ არის მოპოვებული, გინდება, რომ ყველაფრის შემოქმედი ერთ-ერთი არის სწორედ ვაჟა სირაძე. დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა პირდაპირ უპასუხეს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, მაღალჩინოსნებს და ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ შეკერილი საქმეების მათ არ ეშინიათ არც იმ ჯარიმ რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სანქცირებული თუ არასანქცირებული მოსამართლეები ერთი მეორის მიყოლებით უწესებენ სამოქალაქო აქტივისტებს, იმ ადამიანებს, ვინც უკვე ორ თვეზე მეტია დგანან ქუჩაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ახლა ძალოვანი უწყების მთავარი ამოცანა არის ის, რომ მშვიდობიანი პროტესტი ჩაახშონ 18 თებერვლამდე. ეს თარიღი სამოქალაქო აქტივისტებს კალენდარზე კარგად აქვთ მონიშნული, რადგან იციან, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის
მამამისის დაბადების დღეა, სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ ახლა ამ მუხტის გაჩერება არის მთავარი ამოცანა ძალოვანი უწყებისთვის, სწორედ ამიტომ ისინი ანონსებენ, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება და ამბობენ იმასაც, რომ 18 თებერვალს არ არის გამორიცხული, რომ უფრო ფართო მასშტაბიანი აქცია ვნახოთ თბილისის მასშტაბით. სისტემა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პროტესტი ჩაახშოს ნებისმიერი გზით, ნებისმიერი მეთოდით. მაგრამ დაბადების დღესთან დაკავშირებით სავარაუდოდ ეგ არის ალბათ დაჩქარებული წესით ფორსირებულ რეჟიმში ცდილობენ, რომ რაღაცნაირად მოგვარდეს ეს ამბავი იქამდე და რავი ჩემი აზრით ეს ვერ გამოიწვევს იმ შედეგს, რასაც ცდილობენ, რაც უნდა. რა ჯარიმით უნდა შემაშინონ, რისი წართმევით უნდა შემაშინონ. მე არ არსებობს რამით რომ შეგვაშინონ, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ და სულ ვიტყვი, რომ ალტერნატივა ამ ქვეყანაში ევროპას არ აქვს და ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დადგეს ის დღე, როდესაც ჩვენ საქართველოს სიმნის შემდეგ მოვისმენთ ევროკავშირის სიძველს. გავსი სტილით, საბჭოთა სტილით, საბჭოთა რაღაც რეპრესიებით უნდათ ხალხის დაშინება. თითქოს რესურსი გამოგვაცალონ, მაგის მცდელობა რეალურად ჩვენი რესურსი არის მორალური უპირატესობა, რომ გვინდა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება. ფაქტი ის არის, რომ სისტემა, ანუ რეჟიმი არის კუთხეში მიმწყდეული. რეჟიმის მთავარი ამოცანა ახლა არის ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დააჯარიმონ და დასაჯონ იმ პროტესტისთვის, რომელიც ქუჩაში არ წყდება. სწორედ ამიტომ სამოქალაქო აქტივისტები და ის ადამიანები, ვინც უკვე თვეებია უწყვეტად დგანან ქუჩაში, ამბობენ, რომ მათ არაფრის ეშინიათ და ეს პროტესტი იქნება იქამდე, სანამ მათი მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები და არ განთავისუფლდებიან პოლიტპატიმრები.